მოგესალმებით ყველას. დღეს დიდი დღეა, რადგან გამოვიდა GTA 6-ის მეორე ტრეილერი. კი, ესეთი სტილის ვიდეო ჩვენი გეიმინგ არხისთვის ცოტა განსხვავებულია შეიძლება ითქვას, მაგრამ როდესაც ესეთი თამაში გამოდის, რეაქცია აუცილებლად უნდა გადავიღოთ. სამწუხაროდ გუშინ ვერ მოვახერხე გადაღება, რადგან ვერ მოვიცალე, მაგრამ დღეს მზად ვარ. სპეციალურად არ ვუყურე არსად ამ ტრეილერს და ეხლა პირველად შევხედავ თქვენთან ერთად. მაგრამ სანამ დავიწყებთ დღევანდელ ეპიზოდს, მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ, თქვენთვის 2 წამის საქმეა, ჩემთვის კი უდიდესი мотиваცია. პლუს ამას დაალაიქეთ ეს ვიდეო და დატოვეთ რაიმე ტიპის კომენტარი, რადგან თქვენი ლაიქები და კომენტარები ეხმარება ჩვენს არხს და კონკრეტულად აი ამ ეპიზოდს წინსვლაში. ეხლა კი ჩაუჯექით მეგობრებო ჩვენ. ვიწყებთ. აი ისიც GTA 6-ის ტრეილერი, რა თქმა უნდა 4K-ში ვუყურებთ და ნახოთ. 1 2 3 წავიდა. ოკეი. აი ისიც Rockstar-ი. ბიჭო და აქ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ხო არ გადაობ ნახეთ რა სილამაზეა. და ამ გრაფიკებს ახლა PlayStation 5 გაუძლებს ნეტა? ცოტა გაუჭირდება. გავაგზავნოთ აბა. ბიჭო. Fordi, rapidi. არა, მანქანა ძალიან კარგად გამოიყურება. ეს ძველიც არის ახლა აქ უკან. მაქსიმალურად შევეცდები ახლა რომ ტრეილერიც გაჩვენოთ, მაგრამ იქნება პაუზებიც მეგობრებო. ასე რომ არ გაგიკვირდეთ. არა, ძალიან ლამაზია ბიჭო. შეხედეთ ხო არ გადაობ ეს რა არის? ვაუ, Rockstar-ია. GTA 5 გამოუშვეს, Red Dead გამოუშვეს, გრაფიკები უმაღლეს დონეზეა ამ თამაში და ზოგჯერ არის ტრეილერები, თამაშები, სადაც სპეციალურად ალამაზებენ თამაშ ტრეილერში, მაგრამ შემდეგ რო გამოდის არის საშინელება, მაგრამ Rockstar-ი ჩემი აზრით აი ერთ-ერთი გამონაკლისია. Just go get me my checks. See you, Brian. ეს არის მთავარი პერსონაჟი მგონი ჩვენი. ნახეთ, Jasoni. აჰა. ესეც ქალაქი გამოჩნდა. ოპა! ჯიმი უნდა დააბრუნონ? GTA 5-ში იყო იქ ვარჯიშობდნენ თავად NPC, მაგრამ შენ არ შეგეძლო. San Andreas-ში იყო ეგო ბოლოს მგონი რომ ავარჯიშებდი კაცს და შემდეგ ფიზიკურადაც ტანზე ეტყობოდა. გოგონები ნახე. უნდა ვივარჯიშოთ მეგობრებო, უნდა ვივარჯიშოთ. რეალურად თუ არა, თამაში მაინც. აჰა. ნახე, იქ ვიღაც დაიჭირეს უკვე. I'm here for Lucia Caminos. Lucia მეორე პერსონაჟია მგონი. Jason Duval. აქ სხვა თმა აქვს Jasons, იქ გრძელი თმები ჰქონდა. Lucia ნახე. არა, კარგი გრაფიკაა ძალიან ბიჭო რა. კარგი კი არა, იდეალური. მეტი როგორ შეიძლება თამაში და ამსგავსო რეალობას არ ვიცი. ოპა, აქ რა ხდება? აი დააკვირდით მეგობრებო, ციხიდან გამოვიდა, მაგრამ აი ეს ის არის მგონი, ხო? ანუ რაღაც გარკვეულ ტერიტორიას რო ვერ გასწდება, რო არ შეუძლია. მაგრამ Jason-ის ტერიტორიამდე მივიდა. ოპა. ბანკის გაძარცვა და თემები. რა სილამაზეა ბიჭო. თვითფრინავი რა თქმა უნდა. მოიცა ეს რა იყო? არ გამოგჩეს არაფერი. ასუფთავებენ ახლა ქალაქებს. არ გაგიკვირდეთ ეგ ერთ-ერთი დავალება რო იყოს ამ თავარ სიუჟეტში, ან შემდეგ ონლაინში თამაშს რო დავიწყებთ. სიუჟეტი როგორი აქვს ნეტა რა. ესეც საინტერესოა. ეს Lucia იყო.
კარგია, კარგი. ეს უკვე თამაშის კატსცენებია, რა თქმა უნდა. თავად gameplay-ის ტრეილერიც გვჭირდება. ან ვიდეო მაინც. We got it. ნახეთ ბიჭო აქ. ეფექტები რა მაგრად არის? ვაუ. ბრავო, Rockstar, ბრავო. ნეხა არ მიკვირს თუ რატო შეცვალეს თარიღი გამოსვლის. აი კომპანიას უნდა რომ იდეალური თამაში გამოუშვას. და არა ისეთები, როგორცაც უშვებს თუნდაც Ubisoft-ი. აქ ძალიან იშვიათად გამოდის თამაშები, მაგრამ გამოდის კარგი. თვითფრინავი თემები, ოპა. ისევ სიყვარული. აქ უნდა დაბრუნდე მეგობრებო, აქ არა. აი აქ. ეს Mercedes-ია. ეს Lambo. ვაუ. ნუ ქალაქში ცხოვრება NPC-ს, როგორც ჩანს იქნება. ცოცხალი ქალაქი იქნება, რაც მთავარია. და რაც ძალიან კარგია. სკარტობა, თემები, იარაღი. აბა რა ბიჭო, აბა რა. რაღაც გადაცემას უყურებდა ახლა აქ ტელევიზორში. ნუ უყურებდა რა ეძინა. შვენიერი ყოჩახ. ისევ. ბიჭო, ნუ რა, ყოველ 5 წამში სიყვარულზე არის ახლა აქ. ყურადღება GTA 6. შვენიერი 26 მაისი. მაგრამ 2026 წელი. ეხა ყოფილიყო ბიჭო, ვეღარ ვითმენ, მაგრამ ნუ ამდენი მოვითმინეთ და ეხლა ეს ერთი წელიც დაველოდოთ როგორმე. კარგია რა. ძალიან კარგია. გრაფიკა მომწონს. სიუჟეტიც დიდი ალბათობით ძალიან საინტერესო იქნება. ესეც საინტერესო იქნება. ეს არა მოიცა კაცო, მოიცა სად იყო ის? აი ესეც არა ბიჭო, მოიცა. აი არა ბიჭო, არა მოიცა. აი ეს კადრი. ნახეთ. აქ ძალიან შეცვლილია Mercedes-ი ახლა. არა, ესეთი არ მომწონს. სტოკში კარგი იქნება მეგობრებო. ესეც მაგარია რა. გრაფიკა იდეალური, ყველაფერი იდეალური. თავარია გამოვიდეს და ბოლო დავიწყოთ თამაში. ხოლო დღეისათვის მეგობრებო, სულ ეს იყო მინი ვიდეო განხილვა ტრეილერის. მეორე ტრეილერის პირველი ვერ გადავიღეთ, მაგრამ არა უშავს, რაც მთავარია ეს არ გამოვტოვეთ. და ველოდებით, რა თქმა უნდა, 26 მაისს 2026 წლის. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, აუცილებლად დაალაიკეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები ჩვენს არხზე და ნახვამდის.